ტრადიციულად ეთერში გადის გადაცემა კვირის სტუდია და აი ამ გადაცემით პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას აგრძელებს ტელეკომპანია თრიალი. თქვენ შეგიძლიათ დამიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონებზე, ესენია 822 92 13 31 ან 899 57 13 რაც შეეხება ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარს. იგი გახლავთ გორის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი გია კაიდარაშვილი. მოგესალმებით ბატონო გია ტელეკომპანია თრიალის სტუდიაში. ალბათ რო არ შევუდგეთ ჩვენ საუბარს, ჩემი პირველი კითხვა იქნება ასეთი. სულ რამდენიმე დღის წინ თბილისში ჩატარდა საქართველოს საკრებულოთა ასოციაციის პირველი ყრილობა, თქვენ ესწრებოდით ამ ყრილობას. აღნიშნულს დაესწრო როგორც ჩვენთვის ცნობილია საქართველოს პრეზიდენტის და აი ყრილობის შედეგად რაზე ისაუბრეთ და საერთოდ რა არის გადაწყვეტილი აი თქვენ საქმიანობაში. ყრილობაში გვაქვს თვითმმართველობის ორგანოები. ხო. პირველ რიგში მივესალმები მეც ჩვენს ტელემაყურებლებს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, როგორც თქვენ თვითონ აღნიშნეთ, შეიქმნა საქართველოს საკრებულოთა ასოციაცია და 17 მარტს გაიმართა ასოციაციის პირველი ყრილობა. რასაც მე პირადად უდიდესი მნიშვნელობის მოვლენას უწოდებდი, რამე თუ თვითონ პრინციპი ასოციაციის შექმნისა გახლავთ ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მუშაობას გარკვეულწილად მოგეხსენებათ გარკვეული ნაკლოვანებები ახლავს თან. პირველ რიგში იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი დაფუძნებულია მოგეხსენებათ სულ ერთი წელიწადნახევარს ითვლის საერთოდ ამ ორგანოების მუშაობა ჩვენთან, ჩვენს ქვეყანაში და აქედან გამომდინარე როგორც ყველა ახალს, საერთოდ ახალ საქმეს ამ საკრებულოთა მუშაობასაც გარკვეული სიზნელები ახლავს და სწორედ ასოციაციის დაფუძნების ძირითად ამოცანას ის შეადგენს, რომ გარკვეულწილად კოორდინაცია მოხდეს ყველა იმ საკითხებისა, რომელიც თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებს, აი ამ ორგანოებში დასაქმებულ ხალხს აწუხებთ იმისათვის, რათა აი ამ ორგანოებმა შეასრულონ ის მთავარი ფუნქცია, რასაც თვითმმართველობები ქვია და მმართველობები ქვია ადგილებზე. ასოციაციის პირველ ყრილობას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი. ჩვენ მივიჩნევთ, რომ პრეზიდენტის დასწრება თავისთავად კიდევ ერთხელ დასტური არის იმისა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს საერთოდ ქვეყანად თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების ფუნქციონირებას. და აღვიქვავთ კიდევ ერთხელ ვიმეორებ პრეზიდენტის დასწრებად იმის ნიშნად, რომ აი ამ ორგანოებს ექნებათ მაქსიმალური ხელშეწყობა თავიანთი მთელი მუშაობის განმავლობაში. და დასამალი არ არის, რომ ძალიან ბევრი რამ დასახვეწია, მე პირველ რიგში გულისხმობ საკანონმდებლო ბაზას. ბევრი საკითხებია ისეთი, რომელიც საამწუხაროდ არ არის ნათლად ასახული ორგანულ კანონში, რაც წინააღმდეგობებში მოდის საერთოდ მმართველობის, თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში, მის აღმასრულებელ გორში თუნდაც და აი ეს ფორუმი თუ შეიძლება ასე ითქვას, გვაძლევს იმედს, რომ სულ სხვაგვარად წარიმართოს შემდგომი ჩვენი მუშაობა. ჩვენ ალბათ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ აი კანონმდებლობის შესახებ და ბატონო რა მაინტერესებს? თქვენ ახლა შეიქმნა თქვენ როგორც აღნიშნეთ საქართველოს საკრებულოთა ასოციაცია. მაგრამ მე როგორც ვიცი არსებობს მეორე ასოციაცია, ესეთი სახელწოდებით საქართველოს თვითმმართველობათა ასოციაცია. სხვათა შორის თქვენი კოლეგა ასევე ხალხის მიერ არჩეული გენიჭედლიშვილი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე არის აი ამ ასოციაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანია სახალხო პარტიელი ვანო ხუხუნაიშვილი. რა განსხვავებაა თქვენს ასოციაციასა და თქვათ იმ ასოციაციას შორის? იცით, ასოციაცია ხა თუნდაც ახლა შექმნილი ასოციაციაც არ იქნება ეს უკანასკნელი და ყველას აქვს იმის უფლება და საშუალება თუ გნებავს, რომ თუნდაც შეიძლება მესამე ასოციაცია შეიქმნას, შეიძლება მეოთხეც შეიქმნას, ასე ვთქვათ, ასე რომ მე განსხვავებას პრინციპში ვერ ხედავ.
დიდ განსხვავებას. პარტიული ნიშნით ხო არ დააკომპლექტა, მე ეს მაინც იმიტომ ვახსენე სახალხო ივანო ხუქუნაიშვილი, აი ხო არ არის თქვა თვითმმართველობის ასოციაციაში თქვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გაერთიანებული და ხო არ არიან აგერ თქვენს ასოციაციაში მოქალაქეთა კავშირისა და შეიძლება კიდევ რამდენიმე პარტია. არა, სხვათა შორის ეს ასოციაცია პარტიული პრინციპით რა თქმა უნდა არ დაფუძნებულა, სხვათა შორის ასოციაციაში გაერთიანებული არიან თითქმის კი არა ყველა ადგილობრივ თვითმმართველობაში გამარჯვებული ყოველში პირველ 7-ეულში გასული პარტიები. ეხლა ნუ ჩამოთვლას არ დავიწყებ, მაგრამ ნუ მათ შორის სახალხო პარტიაც, მათ შორის ლეიბორისტული პარტიაც და ასე შემდეგ. ასე რომ ეს პრინციპი გამორიცხულია. ესე აი ამ ასოციაციების ძირითადი მიზანი არის კოორდინირებული საქმიანობა, ყველა საკრებულოს კოორდინირებული საქმიანობა რა, როგორც კოორდინირებული საქმიანობა არა როგორც ხელმძღვანელი ორგანოსი, რომ ჩვენ ვთქვათ კოორდინაცია და კონტროლი გავუწიოთ. ნუ ეს გამორიცხულია. ძირითადად კოორდინირებული საქმიანობა იმ პრობლემების წარმოსახვის, წარმოჩენის მიზნით, რომელიც მოგახსენეთ უკვე რომ არსებობს უბრალოდ და აი ამ პრობლემების მიწოდება პარლამენტში, პარლამენტის შესაბამის სტრუქტურებთან, რათა რაც შეიძლება მოკლე პერიოდში მოხდეს იმ საკანონმდებლო ვაკუუმის, ასე რომ ვთქვათ, აღმოფხვრა, იმ ნაკოლვანებების აღმოფხვრა, რაც მოგახსენეთ არსებობს ჯერ კიდევ, აი ეს არის ძირითადი მიზანი აი ამ ასოციაციის მუშაობისა. და ნუ რა თქმა უნდა, ურთიერთობების საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რა თქმა უნდა, ბევრი სხვა კიდევის პრობლემატური საკითხები, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებლად მივახცევთ ასოციაციის მუშაობაში. მე წინ ასოციაცია ვახსენე ხელოვნებაში, თვითმმართველობათა ასოციაცია და მათ გარკვეული ურთიერთობა აქვს ევროსაბჭოს წარმომადგენლებთან და თქვენს ასოციაციას თუ აქვს აი საერთაშორისო გარკვეული ინსტიტუტებთან ურთიერთობა. რა თქმა უნდა, ეს ურთიერთობები გვაქვს, ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, იმიტომ რომ მოგახსენეთ ასოციაცია სულ რამდენიმე თვეა, თუ ასე ვთქვათ, რაც მუშაობს, მაგრამ ასოციაციის მუშაობა ყრილობის შემდეგ კიდევ უფრო გაიშლება, იმიტომ რომ ყრილობაზე უკვე არჩეული იქნა უკვე ასოციაციის გამგეობა, ასევე ასოციაციის დირექტორატი, ასე ვთქვათ, და როდესაც დირექტორატი ასოციაციის გამგეობა, ფუნქციების განაწილება მოხდება და ეს უკვე რა თქმა უნდა კიდევ გავშლით ჩვენ მუშაობას და აქედან გამომდინარე ასეთი ურთიერთობები საერთაშორისო ორგანიზაციებთან კიდევ უფრო ფართო მასშტაბებს მიიღებს. ალბათ იგივე ფუნქცია ექნება შიდა ქართლში არსებულ უკვე საკრებულოთა ასოციაციას, რომელიც თავმჯდომარეს თქვენ აგიჩიას. სხვათა შორის საქართველოს საკრებულოთა ასოციაციის შექმნას წინ უძღოდა მხარეებში ასოციაციების შექმნა. ჯერ დაბალ დონეზე შეიქმნა, შემდეგ ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, საინიციატივო ჯგუფი და ამ საინიციატივო ჯგუფმა შექმნა საქართველოს საკრებულოთა ასოციაცია. რა თქმა უნდა, შიდა ქართლის მხარის საკრებულოთა ასოციაციაც ამ მიზნებს ემსახურება. ადგილებზე, რა თქმა უნდა, ყველა იმ წინადადებების მოზიდვა თუ შეიძლება ასე ითქვას და ამასთან ერთად განსაკუთრებით აღმასრულებელ გორთან ურთიერთობების დარეგულირება, ასე ვთქვათ. ახლა დავუბრუნდით ალბათ გორის რაიონის საკრებულოს, ეს არის ალბათ ყველაზე მეტად საინტერესო ჩვენ ტელემაყურებლისთვის. და მე შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში მუშაობთ, ბიფოს ტელემაყურებლები შეგიძლიათ დავიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონებზე 82 92 13 ან მობილურზე 899 57 13 ბატონო, ახლა ვისაუბრეთ გორის რაიონის საკრებულოზე. დღის წესრიგში, როგორც ვიცი, გორის რაიონის საკრებულოს დღის წესრიგში ამჟამად ბიუჯეტის მიღების საკითხი დგას. პირველი მოსმენით მიღებულია ბიუჯეტი. თქვენ როგორ აფასებთ ამ პროექტს, რომელიც თქვენს წინაშე, თქვენს მაგიდაზე დევს ამ შემთხვევაში? ნუ იმ ცხოვრების ფონზე, იმ მდგომარეობის ფონზე, რა მდგომარეობაც არის საერთოდ ვიცით ყველამ კარგად ქვეყანაში და მათ შორის რა თქმა უნდა ჩვენს რაიონშიც.
ну, მცირედი კორექტივები რა თქმა უნდა იქნება, მაგრამ ძირითადად მისაღებია ეს ბიუჯეტი. პირველი მოსმენით მივიღეთ უკვე და ალბათ სადღაც აპრილის პირველ ნახევარში იმ შესწორებებით, რაზედაც ახლა კომისიები აღმასრულებელ გოლთან ერთად მუშაობენ, ჩვენ ამ ბიუჯეტს მივიღეთ. ბატონო, მე მინდა თქვენის ნებართვით და ტელემაყურებელს მინდა მიმართო, სულ ახლახანს გამოვიდა არასამთავრობო ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ეს გახლავთ გორის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრის ანალიტიკური ბიულეტენი და ბიუჯეტის პროექტზე არის ანალიტიკური მოსაზრება და მინდა რომ წაგიკითხოთ და ტელემაყურებელს გაიგოს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ეკონომიკური მეცნიერების მიხედვით სასურველია სახელმწიფო მმართველობის აპარატის ხარჯები შეადგენდეს ბიუჯეტის 4-5%. ჩვენ შემთხვევაში ეს ზღვარი 9%-ს უახლოვდება. ხედულობაში აქვს როგორც გითხარით ჩვენი ბიუჯეტი ადგილობრივი. იმიტომ რომ შესაძლოა სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია ხელისუფლების შენახვის ხარჯების შემცირებისკენ. ჩვენთვის გაუგებრია ლოგიკა, როდესაც ცენტრალური ბიუჯეტიდან მოთხოვნილი ტრანსფერიდან საფეხბურთო კლუბის ცხინვალი ფინანსირდება 100,000 ლარით, მაშინ როცა მთლიან რაიონში სპორტისთვის გამოყოფილია 20,000 ლარი. მესამე ბიუჯეტის სტატიების განმარტებაში გორის რაიონის საფინანსო განყოფილება წერს, რომ სახანძრო რასპსა და სამხედრო კომისარიატს ადგილობრივი ბიუჯეტიდან უფინანსდება საწვავის შეძენა. საინტერესოა, რომელ სტრუქტურას უფრო მეტი ხარჯები სჭირდება საწვავისთვის. სახანძრო რასპს, რომელსაც 3,000 ლარი აქვს გამოყოფილი, თუ სამხედრო კომისარიატს, რომელსაც 10,000 ლარი აქვს გამოყოფილი. აღსანიშნავია ისიც, რომ გაზეთი გორის მოამბე, რომელიც გორის რაიონის გამგეობის და საკრებულო საკუთრებაა და ერთადერთი ოფიციალური გამოცემაა, გორის რაიონში ფინანსირდება 3,000 ლარით, ხოლო გაზეთ შიდა ქართლისა და ლიტერატურული ცხინვალის რედაქციები შესაბამისად 60,000 და 20,000 ლარი. და აქ არის შემდეგ მიწის გადასახადების, ასე ვთქვათ, ამკრეფი ინსპექციაზე და ეს გაუგებრია ლოგიკა, რომლის მიხედვითაც ტოლთა დახმარება, ტოლთა დაკრძალვის ხარჯები და უმწევრთა დახმარება სულ 19,000 ლარს შეადგენს. ხოლო ტოლთა ორი გაზეთი და ერთი საფეხბურთო კლუბი ფინანსირდება 180,000 ლარით. ეს არის მე შევახსენებ ტელემაყურებელს ბიულეტენი, ანალიტიკური ბიულეტენი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ გორის საზოგადოებრივ ცენტრმა გამოსცა, იგი ხელმისაწვდომია ყველასთვის და იქნება თქვენ გაგვიმართოთ, რომ აი რატო თქვა იგივე სახანძრო რაზმისთვის თქვა 3,000 ლარი და კომისარიატისთვის 10,000 ძალიან სიმართლე რო გითხრათ, რა თქმა უნდა, არც სახანძრო რაზმისთვისაა საკმარისი ეს თანხა და არც კომისარიატისთვის. ახლა კომისარიატის მუშაობას ჩვენ თუ ასეთნაირად შევხედავთ, რომ სამსახურის ყველა მუშაკი ზის ადგილზე და შესაბამისად მხოლოდ წვევამდელების მიღება გასწორებაზე არიან, ჩვენმა ტელემაყურებელმა კარგად იციან თუ რაოდენ დიდი სიზნელების ფასად უხდებათ მათ სამობილიზაციო, ასე ვთქვათ, სამუშაოების ჩატარება. სამწუხაროდ, მაგრამ ამ ფაქტს ჩვენ ვერ გავექცევით. აქედან გამომდინარე, თითქმის მთელ რაიონში მათ ხშირად უწევს გასულები და მონახულებაც ხოლმე წვევამდელების ოჯახებში. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს ხარჯები ამით არის განპირობებული. სახანძრო რაზმისთვის რომ მცირეა ეს გასაგებია, ჩვენ ვფიქრობთ კიდევაც ოდნავ იქნება გაზრდილი, ძალიან არ მაგრამ გავზდით. რაც შეეხება ამ ცხინვალის გუნდთან დაკავშირებით, ესეც მინდა კარგად გაიგოს ჩვენმა ტელემაყურებელმა, რომ ცხინვალის საფეხბურთო გუნდის არსებობას იცით მარტო წმინდა სპორტული ხასიათი და წმინდა სპორტული მიმართებით აღვიქვავთ. იმიტომ რომ ამას ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა აქვს და აქედან გამომდინარე ცენტრალური ბიუჯეტიდან ტრანსფერტით, აი ამ თანხით ეს გუნდი ფინანსდება და მიმდინარე წელსაც არის გათვალისწინებული და მე ვფიქრობ სანამ ცხინვალის საკითხი და საერთოდ სამაჩაბლოს საკითხი სანამ გაირკვევა და მესი პოლიტიკური სტატუსი ასე რომ ვთქვათ გაირკვევა, ამ გუნდს უნდა ხელშეწყობა, ჩვენ ასე ვთვლით, ასე თვლის ხელისუფლებაც, მთავრობაც და ეს თანხა რაოდენობრივად პრინციპში ერთი წლის განმავლობაში გუნდის ძალიან ისეთი დონეზე, დაბალ დონეზე თუ არა, საშუალო დონეზე არ ეთმის,
არ უნდა იყოს დიდი. ასეთივე ამას ასეთივე დატვირთვა აქვს სწორედ გაზეთების დაფინანსებას, ასევე ცენტრალური ბიუჯეტიდან, როგორც არის ცხინვალი, ლიტერატურული ცხინვალიც. მხოლოდ ამისთვის. მე მგონი და ის იქნება იქნება აი ამ დეტალზე შევაჩეროთ მაყურებლის ყურადღებას. მიწის გადასახადის ამკრეფი ინსპექცია, რომელსაც ბიუჯეტში უნდა შეიტანოს მთელი შემოსავლების 21.8%, დაფინანსებულია 22.7 ლარით, რაც მის მიერ ამოსაღები თანხის მხოლოდ 2%-ს შეადგენს. ამ პროპორციით ძნელია კორუფციის აღმოფხვრაზე საუბარი. იგივე ბიულეტინიდან მოვიყვანე ციტატა. იცით, თუ ამ პროპორციებით ვიმჟელებთ საერთოდ ნებისმიერ საკითხს, ხო? მაშინ თითქმის მე ვიტყოდი არ არსებობს სფერო ახლა ამჟამად, არ არსებობს სამსახური, რომ ჩვენ რა ანაზღაურებასაც ვაძლევთ იმ პროპორციებით ვიმჟელოთ, რამდენად შესაძლებელია ამ ანაზღაურებით იმ სამსახურის მუშაკებმა ოჯახები არჩინონ და დაუშვათ თავიანთი ფუნქცია შეასრულონ იმ დონეზე, როგორც საერთოდ ეკადრება სამსახურს. ასე რომ მე ვფიქრობ, ეს მარტო მიწის გადასახადის ამკრეფების პრობლემა არ არის საერთო პრობლემა და ის რაც საერთო პრობლემაა, მე მგონი რომ ჯერჯერობით ეგები და არ ღირდეს ამაზე ძალიან ისეთი დიდი ყურადღების გამახვილება. ხო შემთხვევაში ამ ეტაპზე რამეთეს სოციალური პრობლემების გადაწყვეტისთვის რა ადგილი აქვს დათმობილი ბიუჯეტში აი ამ საკითხებს? უმთავრესი ადგილი არის ეგრეთ წოდებული დაცული მუხლები, სადაც შედის რა თქმა უნდა სოციალური პრობლემები და ჩვენ მოგეხსენებათ საკრებულო არა მარტო ამტკიცებს ბიუჯეტს, არამედ ყოველკვარტალურად ისმის შესრულების მიმდინარეობას, ბიუჯეტის ხარჯვის მიმდინარეობასაც და უმთავრესი კიდევ ვიმეორებ პრიორიტეტი აქვს სოციალური სფეროს დაფინანსებას და შესაბამისად ერთია მიიღო და დაამტკიცო ბიუჯეტი, მეორეა ფაქტიურად დააფინანსო და ფაქტიურ დაფინანსების მხარესაც თუ გადავხედავთ, აი სფეროებს პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება და ფაქტიურად ჩვენ ასეთნაირად ვაფინანსებთ კიდევაც. აი თუ გვაძლევს თქვა თუ იხატება ესეთი სურათი, რომ აი თქვა წლევანდელი წელი და ეს ბიუჯეტი რომელსაც ალბათ მიიღებს მაგ გორის საკრებულო შედარებით მაინც უკეთესი იქნება იმ ხალხისთვის, რომლებიც ეს თანხებს ელოდებიან და აგვიანებენ პენსიებს თუ დაგვიანებენ ხელფასებს. შედარებით უკეთესი იქნება. მე ვერ ვიტყვი რომ რაღაცა ესეთი კვეთრი განსხვავება იქნება უკეთესობისაკენ, მაგრამ შედარებით ჩვენ მოვახერხებთ საბიუჯეტო სფეროს დაფინანსებას მაინც, რაც შეეხება პენსიებს, კარგად მოგეხსენებათ, რომ პენსიების გაცემა არ არის ადგილობრივ ბიუჯეტზე არ არის დამოკიდებული სამწუხაროდ ცენტრალური ბიუჯეტიდან და იმ სამსახურებიდან, საიდანაც ფინანსდება საერთოდ ეს სფერო, ძალიან დიდი ნაკლებობებით ხასიათდება საერთოდ მათი მუშაობა გარკვეული მიზეზების გამო, ასე რომ რაიონის ბიუჯეტზე და რაიონის ხელისუფლებასა და ხელმძღვანელობაზე სამწუხაროდ ძალიან ბევრი რამ არ არის დამოკიდებული პენსიებთან დაკავშირებით. ბატონო, აი რა მაინტერესებს, გუშინ პრეზიდენტი იცის ჩვენმა მაყურებელმა გორში ჩამოსული და იგი დიდების, საბრძოლო დიდების მუზეუმში შეხვდა თანამშრომლებს და კითხა როგორ ახართ, რამდენი ხანი არ მიგიღიათ ხელფასი და უთხრეს რომ 7-8 თვეა. მაშინ მიმართა გუბერნატორს ბატონ ირაკლი ბოჭოლიძეს და უთხრა თუ შესაძლებელია რომ ადგილობრივ დაფინანსებაზე გადაიყვანოთ აი ეს სფერო და თან ესეთი სიტყვებით თქვა, მე ჩემი ყურით მოვისმინეთ, უნდა მირჩევნია ცენტრში უფრო ნაკლები გადმორიცხოთ ცენტრალურ ბიუჯეტში და ადგილზე გქონდეთ ცოტა უკეთესი მდგომარეობა. აი რამდენად შესაძლებელია ხო გარკვეული სფეროების გადმოყვანა იგივე ადგილობრივ ბიუჯეტზე და რამდენად შეძლებს ადგილობრივი ბიუჯეტი აი მათ ასე ვთქვათ გაცხონას და დაფინანსებას. მუშაობს ჩვენი აღმასრულებელი ხელისუფლება ამ მიმართებით ფინანსთა სამინისტროსთან პარლამენტშიც
თუკი ცენტრალურ ბიუჯეტში გადასარიცხი თანხის პროცენტი რაიონს მოაკლდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის მომხრენი ვართ და ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მუშაობს ჯგუფი ამის თაობაზე და ვფიქრობ, რომ შეიძლება დადებითი პასუხი იყოს. თუ არ იქნა გათვალისწინებული თხოვნა, თავისთავად შესაძლებელი არ იქნება, მაგრამ პრეზიდენტმა დააყენა საკითხი, ეს კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოხატა ამ მიმართებით და ვფიქრობ, გადაწყდება ეს საკითხი დადებითი. მადლობა, რამე ჩვენ 2 წუთში გავაგზავნებთ საუბარს, მე ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ პირდაპირ ეთერში მოვუწყებლობთ და ჩვენ ნომერია 822931311 ან მობილური 899571311. თქვენ შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ აი ამ წუთას და თქვენთვის ასურველი კითხვა მიაწოდოთ ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარს, რომელიც გასცემს პასუხს თქვენ შეკითხვას. რამე საუბრის დასაწყისში ჩვენ ინტერვიუს დასაწყისში თქვენ ახსენეთ აი ეს მუშაობა, რასაც საკანონმდებლო ვაკუუმი, რომელიც შექმნილია ამჟამად ადგილობრივ მმართველობასა და თვითმმართველობას შორის ურთიერთობებში, ასე ვთქვათ. პარლამენტს ჯერ არ მიუღია კანონი, რომელიც გამიჯნავს უფლებებს, გამიჯნავს ქონებას ადგილობრივ თვითმმართველობასა და მმართველობას შორის. და რაიმე დაპირისპირება ხო არ არის ამ მშობელი ამ საკითხზე, ან რამდენად კონსტრუქციულად მუშაობს ერთმანეთთან მიმართებაში დღეს თვითმმართველობა და მმართველობა. და თუ აწყდებით ამ პრობლემებს აი ამ საკითხებისგან. პირველ რიგში მე მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ის ფაქტი, რომ თვითმმართველობებისა და მმართველობის მუშაობის თავარ ასე ვთქვათ ფუძემდებურ დოკუმენტს წარმოადგენს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობების შესახებ. ორგანულ კანონში ბევრი რამ არ არის თქვათ ისი ასახული, რომელიც თვითმმართველობებისა და მმართველობის შორის ფუნქციებს გამიჯნავდა, მაგრამ თავარი ის თუ რას ნიშნავს მმართველობა და რაც ნიშნავს თვითმმართველობა და რა კომპეტენციები აქვს თვითმმართველობებს, რა კომპეტენციები აქვს მმართველობებს, ეს ყველაფერი კარგად შანსი იქ. რა თქმა უნდა, იმასთან დაკავშირებით, რომ ჯერ არ არის ქონება გამიჯნული, რა თქმა უნდა, იმასთან დაკავშირებით, რომ არ არის ჯერ კიდევ ნათლად მოცემული თუ იგივე გადასახადებთან დაკავშირებით, რომელი სახეობის რა სახის გადასახადების დაწესების უფლება აქვს რაიონულ საკრებულოს, რა გადასახადები უნდა დააწესოს ადგილობრივმა საკრებულოებმა, არ არის ეს გამიჯნული. ბიუჯეტთან მიმართებაში იგივე ეს პროპორციები როგორ უნდა იყოს რაიონის საკრებულოს, ქალაქის საკრებულოს, სოფლის თემის დაბის საკრებულოს, ეს არ არის გამიჯნული, იმიტომ რომ არ არის ჯერ კიდევ მიღებული კანონი ბიუჯეტის შესახებ. აი ეს ბევრი ეს მომენტები სწორედ რა თქმა უნდა კომპეტენციების აღრევასაც იწვევს, იცით, არ არის დასამალი და გარკვეულწილად ხშირად ესეთ შემთხვევებსაც ვაწყდებით, არც ეს არის კიდევ უფრო დასამალი, როდესაც სამწუხაროდ აღმასრულებელი ხელისუფლება და ეს წარმომადგენლობითი ორგანოები ხშირად უფლებების გადამეტებითაც ხდება ხოლმე, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს სრულად კანონზომიერითაც შეიძლება ჩავთვალოთ, იმიტომ რომ კიდევ მე დასაწყისში აღვნიშნე და კიდევ გავემეორებ, რომ თვითმმართველობების ინსტიტუტის დაანერგვა, ასე ვთქვათ, საქართველოში ჩვენს ქვეყანაში ეს სულ აგერ წელიწადნახევარი ითვლის, ყველა სიახლეს თავის სიზნელე ახლავს. ძნელია უცებ გადაეწყოს ამდენი ამ მმართველობისა და თვითმმართველობებში დასაქმებული პერსონალი, რომელსაც სხვა სისტემაში სხვა დროს უმუშავია და უცებ ბევრს ვერ წარმოუდგენია ბევრი რაღაცის დაუშვათ დათმობა, ერთპიროვნული და საკითხების გადაწყვეტის თვალსაზრისით. ამას დრო სჭირდება, დრო ყველაფერს დაარეგულირებს, პარალელურად, როდესაც რა თქმა უნდა ის რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ, საკანონმდებლო ბაზაც სრულყოფაში მოვა. ვიცით, მოწინავე ქვეყნებში ჩვენ კარგად ვიცით, ასწლოვანი ისტორია აქვს საერთოდ მმართველობის და თვითმმართველობის ორგანოების მუშაობის და
დღესაც იქ ბევრი რამ იცვლება, არამც თუ ჩვენთან. აქედან გამომდინარე, იმედი, რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს, რომ მოკლე დროში ყოველ შემთხვევაში ის არსებითი მომენტი, რაც ნიშნავს, ესე იგი იმას, რომ წარმომადგენლობითი ორგანო რა არის და მისი აღმასრულებელი ორგანო რა არის და ამ შტომ რომელმა რა ფუნქცია უნდა შეასრულოს, ეს მაინც გაერკვა. ბატონო, ერთი ის მაინტერესებს, აგერ ქალაქის საკრებულოს და ქალაქის გამგეობას, გორის ქალაქის გამგეობას გულისხმობ, ქონდა ასე ვთქვათ, გარკვეულ შეხლა შემოხდა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან სასამართლოზეც მივიდა საქმე, იქ ტრანსპორტის საკითხები იყო, სხვადასხვა საკითხები იყო. და თქვენ თუ გქონიათ აი ესეთი რა დაძაბული ურთიერთობა აღმასრულებელ ხელისუფლებასთან? დაძაბული ურთიერთობა არ ქონია, იმიტომ რომ სასამართლომდე იცით, მე საერთოდ ვთვლი, რომ დაძაბულ ურთიერთობამდე საქმე არ უნდა მიიღო. იმიტომ რომ პირველ რიგში არის ადამიანურობის პრინციპი, შემდეგ თანამდებობა. ახლა აქედან გამომდინარე, როცა შეიძლება საკითხი დარეგულირდეს ზედმეტი ემოციების გარეშე, მე მგონი არ არის საჭირო დაძაბულობის რაღაცა ის შექმნა ზედმეტი. ჩვენ კონსტრუქციულად თანამშრომლობთ, მით უმეტეს რომ კარგად გვესმის ორივე მხარეს ჩვენი ფუნქციები, მაგრამ გარკვეული რაღაცა წინააღმდეგობები, რასაც ზოგჯერ ხვდებით ხოლმე, აღმოფხვრადია, ასე რომ ვთქვათ, არ არის ესეთი საკითხი, რომ ჩვენ ვერ დავარეგულირებთ. აგერ 2001 წელს ჩვენ გვევლდება კიდევ ერთი ადგილობრივი ორგანოების არჩევნები და ვიცით, რომ ევროსაბჭოს მითითება, უშუალო მითითება ჩვენი ქვეყნისადმი, რომ უნდა მოხდეს ადგილობრივი მერებისა და გამგებლების არჩევა. დღეს მუშავდება სხვადასხვა პროექტები, თქვათ, საკრებულოს არჩევა და შემდეგ საკრებულოში არჩევა გამგებლის, ან პირდაპირ გზით მოსახლეობის მიერ არჩევა ქალაქის თავისა თუ რაიონის თავისა და მესამე, აგერ იგივე ყრილობაზე, რომელსაც თქვენ ბრძანდებოდით რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა საკრებულოს წევრმა და თქვა ასეთი რაღაცა, რომ აირჩიეს საკრებულო, შემდეგ გაიგზავნოს კანდიდატურა პრეზიდენტს და პრეზიდენტმა დაამტკიცოს ესა თუ ის კანდიდატურა გამგებდა. თქვენ რომელ პრინციპს იზიარებთ უფრო მეტად და თქვენთვის რომელი უფრო მისაღებია, როგორც საკრებულოს თავმჯდომარისთვის? პირველ რიგში ვიზიარებ იმ პრინციპს, რომ საერთოდ არჩევითი უნდა იყოს. როგორც გამგებლის, ასევე ქალაქის მერის. ჩვენ შემთხვევაში, ჩვენ მხარეში ყველა ჩვენი ქალაქი რაიონის შემადგენლობაში შედის და ვიგულისხმობ რაიონის გამგებლებს, რა თქმა უნდა. მე მიმაჩნია, რომ პირდაპირი არჩევნით ამ ეტაპზე არ იქნებოდა გამართლებული, უფრო გამართლებულად მიმაჩნია არჩევნები მოხდეს საკრებულოს შემადგენლობით. არა იმიტომ კი არა, რომ ახლა ჩვენ ამ საკრებულოს ხელმძღვანელი ვარ და თუნდაც აი შემდგომი არჩევნები ჩატარდება თვითმმართველობის და აი იმ საკრებულოდან. და რატო რითხსნი მე ახლა ამას იცით? ჩვენი ჯერჯერობით ქართული ხასიათი და მენტალიტეტიდან. იმიტომ რომ არჩეული პირდაპირი არჩევნებით იცით, რაღაცა დამწუხაროდ ცოტა განუსაზღვრელი უფლებებისა და ზოგჯერ დიქტატორული რაღაცა იქითკენაც გადახრები ზოგჯერ სამწუხაროდ აქვს ხოლმე ზოგიერთ ჩვენს ხელმძღვანელს და ფიქრობ ამ ეტაპზე კიდევ ვიმეორებ პირდაპირი არჩევნები კიდევ უფრო მეტად მისცემს მას იმის საშუალებას რომ ერთმართველობით გადაწყვიტოს ბევრი რაღაც საკითხები და სულ სხვა მომენტი იქნება როდესაც ის საკრებულოდან იქნება არჩეული დამოკიდებული იქნება რამდენიმე კაცზე იმ დეპუტაციაზე ყოველ შემთხვევაში მაინც და ეს გზა და ეს ფორმა უფრო მიზანშეწონილად მიმაჩნია. მაგრამ აქვე ხო შეიძლება ვისაუბროთ აქ აი როგორც მოხდა თქვათ იგივე თქვენი არჩევა პარტიული ნიშნით ხდება ყოველთვის ეს არჩევა. ნუ ეს ბუნებრივია. აი დავუშვათ პიროვნება არის რომელიც არც ერთ პარტიის წევრი არ არის, მაგრამ მას კარგი პიროვნება, კარგი ადამიანია, მას უნდა ქალაქის მერობა. თუ
თუმცა არც ერთ პარტიასთან ურთიერთობა არ უნდა. აი ის იმ კაცმა რა ქნა. სხვათა შორის ეხლა მუშავდება ესეთი ვარიანტიც, რომ არა მარტო პარტიული სიებით მოხდეს არჩევნები, არამედ იყოს მაჟორიტარული წესით ადგილებზე. სხვათა შორის ეს შენიშვნებიც გამოითქვა ამ კონფერენციაზე, სხვათა შორის პრეზიდენტმაც დაუჭირა ამას მხარი, განსაკუთრებით სოფლის დონეზე, ახლა წარმოვიდგინოთ ჩვენ სოფლის დონეზეც კი პარტიული სიებით რომ ხდება არჩევნები. და ასევე რაიონის დონეზე. აი ამ პრობლემას სწორედ ეს მომენტი მოხსნის, როცა მაჟორიტარი წესითაც იქნება, მაჟორიტარული წესითაც იქნება არჩევნები. თუ ისევ მას აიჩის. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ამიტომ გადავიდეთ მოსახლეობის შეკითხვებს. მიწის გადასახადი 1 ჰექტარზე რამდენია ამას? ეს კატეგორიას კი სხვადასხვა კატეგორია, მისი ნაყოფიერებიდან გამომდინარე სხვადასხვა შეფასებები, ანუ საშუალოდ 38 ლარი. ასე ზოგ კატეგორიას მეტი, ზოგს ნაკლები, ну საშუალოდ ესე. რატომ გვიკრძალავენ ცხინვალის სანომრე ნიშნებით ავტომანქანით სიარულს, როცა ვთვლით, რომ ცხინვალი საქართველოა და მით უმეტეს ცხინვალის გუნდსაც ჩვენ მინახავთ ეს. პრეტენზია გავიჩინა ერთ-ერთ ჩვენს ტელემაყურებელს. იცით, ცხინვალის ნომრებით სიარულმა საქართველოს ბიუჯეტს ძალიან დიდი ზარალი მიაყენა. ძალიან დიდი ზარალი მიაყენა. ახლა სამწუხაროდ ეს ყველა კარგად ვიცით, რომ ჩვენი იურისდიქცია არ ვრცელდება ჯერ იქ. ეს აძლევთ იმ მხარეს იმის საშუალებას, რომ ისეთი გადასახადები იქნას დაწესებული ამ თუნდაც სანომრე ნიშნებზე, იგივე სანომრე ნიშნებზე ან ტექნიკურ დათვალიერებაზე, რომ ძალაუნებურად ასეთი პირობებში ძალიან ბევრი ავტომოყვარული მიდის უკვე მხარეს და ისიც თლიანობაში ეს რომ არ აიგზალოს, შეიძლება მივიდეთ იმ სავალალო შედეგამდე, რომ საქართველოს ავტომოყვარულთა უმეტესი ნაწილი იქ მოახერხოს სანომრე ნიშნების თემის აღება და ეს თლიანობაში მთელ ქვეყანას აზარალებს, იცით და აი ალბათ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენთან სისტემა იგივე სანომრე ნიშნის აღების ტექ დათვალიერების და იმის გაცილებით ძვირია, ვიდრე ცხინვალში და ეს აიძულებს. რა თქმა უნდა, ეს აიძულებს, გაცილებით კი არა საკმაოდ ძვირია. საკმაოდ ძვირია, დასამალი არ არის ამას. იმასაც თუ დავამატებთ ზოგიერთი მე ვიტყოდი უღირსი მუშაკის იმ საქციელსაც, რომ გარდა იმ საფასურისა, რომელიც ოფიციალურად არის სხვა საფასურის სხვა გადამასაც აქვს ხოლმე ადგილი, თავისთავად ცხადია ეს დიდ კმაყოფილებას იწვევს. მაგრამ ყველაფერი ეს ჩვენ ყოველ შემთხვევაში ამის იმედს გვაძლევენ, როდესაც ახლა უკვე აიგზალა მით უმეტეს უკვე იგზალება ახლა ცხინვალის სანომრე ნიშნების აღება, რომ ეს მომენტის დარეგულირება და აუცილებლად ამ გადასახადებს შეამცირებენ საგრძნობლად. მე შევახსენებ ტელემაყურებელს, ჩვენ პირდაპირ ეთერში მუშაობთ. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი ტელეფონის ნომრებს 822 92 13 31 ან 899 57 13 31. ბატონო, ძალიან ჩვენ სამ ტელემაყურებლის კითხვებზე გადავიდეთ, საუბრობთ 2001 წლის ადგილობრივ არჩევნებზე. და თქვენ თუ გაქვთ გადაწყვეტილი, რომ კვლავ მიიღოთ მონაწილეობა ამ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში და გაგიჩნდება თუ არა თქვა პრეტენზია, რომ გაახდეთ ოფიციალური არჩეული ქალაქის მერი გამგებელი. საერთოდ მე გულახდილად გეტყვით, რომ ნამეტანი პრეტენზიულობა ნამდვილად არ მახასიათებს და არც ამბიციურობა. ალბათ ყველაფერს ის გადაწყვეტს თუ ჩემი თანაპარტიელები, ის გუნდი, რომელ გუნდშიც ვარ, რას გადაწყვეტს, ასე რომ ვთქვა და სურვილი ამ ხელისუფლებაში მუშაობის და ამ ხელისუფლების გვერდში დგომის ქონდა და ყოველთვის მექნება, მაგრამ რა რანგში და რა როლში ეს ამას მომავალი გვიჩვენებს. ხელისუფლების გვერდში დგომა ახსენეთ და
წერან მოვისავრი სახალხო პარტია ვთქვი ვახსენე და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებიც და თქვენ როგორი ურთიერთობა გაქვთ ეს მეორე საკრებულოსთან და მის თავმჯდომარესთან რომელიც ჩვენს ქალაქში არსებობს მეორე საკრებულო სავსებით ნორმალური ურთიერთობა მქონდა და ნორმალური ურთიერთობა მექნება ყოველთვის. მე არ მიწყენენ მე მგონია ქალაქის საკრებულოს ხელმძღვანელები და მათი შემადგენლობა და გულახდილად ვიტყვი ჩემ ამ წინააღმდეგობებთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ ახსენეთ და ფაქტიურად არსებობდა რომ ეს წინააღმდეგობები არ იქნებოდა რომ თავის დროზე ქალაქის საკრებულოს კარგად გაეთიცნობიერებია ამ საკრებულოს ფუნქციები, კომპეტენციები. მაშინ ყველაფერი ნათელი იქნება. იცით? აი სამწუხაროდ მე ასე მეჩვენება. კიდევ ერთხელ თუ რაღაც ესეთნაირად მომდის რომ საწყებია მათთვის კიდევ ერთხელ ბოდიშს მოუხდი, მაგრამ რაღაცნაირად კი მეჩვენება დარწმუნებული ვარ რომ წარბოდგენილი ქონდათ სხვაგვარად, მაგრამ კანონი არ იძლეოდა იმის საშუალებას, როგორც ეგონათ წარმოდგენილი და აი ეს წინააღმდეგობები სწორედ ამან წარმოშა. მე ასე ვფიქრობ. ესე იგი, ჩვენ ურთიერთობები ძალიან ნორმალური გვაქვს. და თქვენთან აი თქვენი საკრებულო, როდესაც ახალი არჩეული იყო თქვენი საკრებულო, რაიონის საკრებულო, გარკვეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თქვენ საკრებულოში ხშირად ითხოვდნენ და ხშირად აცხადებდნენ ხოლმე სხვადასხვა პრესის წინაშეც აცხადებდნენ რომ საკრებულო არ მუშაობს. ეს ხდება შეგნებულად რომ თქვა 6 თვის განმავლობაში არ ჩატარდეს ხდომა და შემდეგ პრეზიდენტმა გააუქმოს ეს საკრებულო ასე შემდეგ და ასე შემდეგ. სულ როგორც ვიცი ძალიან მართლაც ძალიან ესეთ ცოტა ხდომა ჩატარებული რაიონის საკრებულოში თქვა ვიდრე ქალაქის საკრებულოში. რის გამოა ეს? იცით სრულიად აბსურდულად მეჩვენება მე ის ბრალდება რომ როგორ შეიძლებოდა რაიონის საკრებულოს არ ემუშავა სპეციალურად იმის გამო რომ პრეზიდენტს გაეუქმებინა საკრებულო. აზრი იყოს ძალიან ესეთი მე ვიტყოდი სულერული აზრი ქონია. არ არის ეს ნორმალური აზრი. რა ქონდა აღჭირდა ჩვენ საიმისო რომ რაიონის საკრებულოს ეფიქრა გაუქმებაზე, რატო ჩვენ უმრავლესობად მოვედით და სხვათა შორის ის ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც, რომლებიც ჩვენ საკრებულოში არიან, ძალიან ნორმალურად თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან. ჩვენ საკრებულოს სხდომებს რაც შეეხება თქვენ ახსენეთ რომ ძალიან ცოტა ქონდათ თურმე ჩატარებული საკრებულოს სხდომები საერთოდ ორგანული კანონით ასეთნაირად არის რომ კვარტალში ერთხელ მაინც აუცილებელია ეს კვარტალში ერთხელ, თუმცა ჩვენ კვარტალში 3 სხდომაც ვაქვს ჩატარებული, მთლიანობაში რამდენიმე სხდომა. ჩვენ ასე მიგვაჩნია, იცით, თავარი საკრებულოების სხდომის სიმრავლე კი არ არის. თავარი ის არის, რა საკითხზე იქნება იქ მსჯელობა და რამდენად რეალური იქნება ის შენი გადაწყვეტილებები, რასაც გამოიტანთო. იმდენი პრობლემები გვაქვს ჩვენს რაიონში, რომ იცით ყველა პრობლემაზე შეიძლება საკრებულოს სხდომა მოიწვიო. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რამდენად რეალურად გადაწყვეტ შენ, როგორ გააგწუდება შენ ეს ფინანსური საშუალებები და ესე პოპულისტური მიზნით საკრებულოს სხდომა მოიწვიო, გამოიტანო გადაწყვეტილება, რომ ან ხელფასი გაუზარდო ვინმეს, ან ისეთი სამსახურების შექმნა, რომელიც აბსურდულია და ფაქტურად ვერ ფუნქციონირებს. ამას ხო არ აქვს აზრი და მე მგონი. აი თქვენ ხელფასები ახსენეთ, აქ აი ამავე ბიულეტენში არის ქალაქის საკრებულოს შესახებ კრიტიკული მასალა, რომ მათ ხელფასის სახით დაინიშნეს 120 და მეტი ლარი. და ეს გარკვეულწილად შრომის კანონმდებლობის დარღვევა. თქვენ საკრებულოში როგორ არის ხელფასების სახით? რა თქვენი ხელფასი რამდენია თვითონ? ისეთ არასაიდუმლო 150 ლარი. მაგრამ კომისიის თავმჯდომარეებს ამბობენ. კომისიის თავმჯდომარეებს ორგანული კანონის თანახმად კომისიის თავმჯდომარეები ხელფასს არ იღებენ. კომისიის ისინი ესეთ საზოგადოებრივ საწყისებს მუშაობენ, შეიძლება ასე ითქვას. თქვენ საკრებულოში რამდენი ჩვენ საკრებულოს თავმჯდომარეს და მდივანს. ესეთ განსხვავებულია ქალაქის საკრებულო, ისევე როგორც სოფლის საკრებულოს. საკრებულოს თავმჯდომარე ამავე დროს არის გამგებელიც.
მას აქვს თავისი აპარატი. რაც შეეხება რაიონის საკრებულოს აღმასრულებელ ორგანოს და თვითონ საკრებულოს აქვს საერთო აპარატი. ეს აპარატი ემსახურება როგორც წარმომადგენლობით, ისე აღმასრულებელ ორგანოს. აქედან გამომდინარე, სრულიად განსხვავებულია კიდევ მეორე ქალაქის საკრებულოს და მისი აღმასრულებელი ორგანოს საშტატო ნუსხა სრულიად განსხვავებულია რაიონის. ასე იგი, წერა თქვენ რეალური გადაწყვეტილებები ახსნით? და მე მაპატიეთ მოდი. აი რაც შეეხება იმას თუ როგორ დაინიშნეს ეს ხელფასები. ესეც სიმართლე უნდა ითქვას, კანონი აძლევთ იმის უფლებას, რომ იმის შესაძლებლობის ფარგლებში როგორც ფინანსდება ამ შემთხვევაში ქალაქის საკრებულოს მმართველობითი ორგანო, თვითონ გადაწყვიტონ, საკრებულო უნდა გადაწყვიტოს ეს და ახლა ასე რომ თუმცა დიდი მითქმა მოხდა გამოიწვია და დანიშნულ ხელფასებზე. ზოგადად დიდ თანხად ეჩვენა ეს თანხი. თქვენ წერა რეალური გადაწყვეტილებები ახსენეთ, ბატონო გიადა. თქვენი ძირითადი ფუნქცია ის ჩვენოდენ კანონშემოქმედებითი მოღვაწეობა, მუშაობა და გარკვეული გადაწყვეტილებების მიხედვით. ამდენად სრულდება ეს გადაწყვეტილებები აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ. და რა პრობლემებია ამ მიმართულებით? იცით, სამწუხაროდ ბევრი გადაწყვეტილება არ სრულდება. სამწუხაროდ. მაგრამ ვფიქრობთ, რომ სულ ცოტა დრო გვინდა, კიდევ სულ ცოტა დრო გვინდა იმისათვის, რომ აღმასრულებელმა წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებები რეალურად მოიყვანოს სისრულეში და მისთვის ეს მართლაც მუშაობის ორიენტირებული იყოს. აი, მე დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ბატონო გიადა ეს ჩვენთან სტუდიაში მობრძანებისთვის, მე ტელემაყურებელს შევახსენებ, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ ბატონი გია კაიდარაშვილი, გორის რაიონის საკრებულოს თავმჯდომარე. Განშტობებით, შევხვდებით მომავალ კვირას. კარგად.